ვისაუბრებთ შფოთვის და პანიკური შეტევების მკურნალობის შესახებ და საიდან იწყება ეს შფოთვა და პანიკური შეტევები. ძველ დროში, როცა არ იყო საკმარისი ცოდნა და გაგება ადამიანის ფსიქიკის, ყველაფერს ეძახდნენ ნევროზს. თუ ადამიანი იყო ცუდად, ეუბნებოდნენ შენ გაქვს ნევროზი. და მეტიც უკვე ყოველდღიურობაში ამბობდნენ ხოლმე, რომ ჩვენ ყველას ნევროზი გვაქვს გენაცვალე დღევანდელი ცხოვრებითო. ეს არის მართალი, რა თქმა უნდა, რაღაც დონეზე, იმიტომ რომ ჩვენ მუდმივად გვიწევს სტრესთან ბრძოლა და ჩვენს ტვინსაც არ აქვს მუდმივად ჰარმონიული მდგომარეობა ამ სტრესთან ბრძოლის დროს. ანუ ემართება დისტრესი. და აი ეს ნევროზი, რასაც ადრე ნევროზს ვეძახდით, დაიყო რეალურად, 10-ზე მეტი სხვა მდგომარეობა შეიძლება იყოს, მაგრამ ყველაზე დიდი წილი მოდის შფოთვებზე და პანიკურ შეტევებზე. ეს ორი არის ძალიან გადაჯაჭვული ერთმანეთთან. გადაჯაჭვული იმდენად, რომ მაგალითად ვისაც აქვს პანიკური შეტევები, თითქმის 70%-ს ასევე აქვს შფოთვები. და პირიქით, ვისაც აქვს შფოთვები, 70-ს არა, მაგრამ დაახლოებით 50%-ს აქვს პანიკური შეტევების ეპიზოდებიც. როგორ გავიგოთ ახლა შფოთვა და პანიკური შეტევა, როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან? ყველაზე მარტივი რაც შეიძლება წარმოიდგინო არის, რომ შფოთვა არის მოღრუბლული ცა, როცა ხედავ, რომ ემზადება მუდმივად რაც იმისთვის, ცუდი ამინდისთვის, მაგრამ არ არის ისე კატასტროფულად საქმე, მაგრამ საქმე ცუდათაა, ამას რო გრძნობ. და პანიკური შეტევა არის აი ჭექა-კუხილი და ძლიერი წვიმა ერთად. ანუ უკვე როცა დადგა ის რეალურად რისიც გეშინოდა. ეგ არის პანიკური შეტევა. პანიკური შეტევა არის ინტენსიური ეპიზოდები შიშის და ძლიერი დისკომფორტის. დაახლოებით გრძელდება 10 წუთი. შეიძლება გაგრძელდეს 9 საათი და მერე ნელ-ნელა კარგად ხდება ადამიანი. ადამიანს ეშინია ამ დროს ძალიან და ეს შიში მოდის არაფრიდან. ვერ გეტყვის ეს ადამიანი, რომ იცი მე ამის მეშინია და იმიტომ არა, უბრალოდ დაემართა. ფიზიკური საფრთხე რეალურად მაგ მომენტში არ აქვს ადამიანს. კარგად არის, ხშირად ჯამრთელია ადამიანი და მეტიც ყოველ მე-10 ადამიანს ემართება ეს, ანუ ძალიან ხშირია. დგება მოულოდნელად, უჩქარდება გული ადამიანს, აქვს შეგრძნება, რომ ეხლა გონებას დაკარგავს, აქვს განწირულობის შეგრძნება, ძლიერი შიშის შეგრძნება, თავბრუსხვევა. ნელ-ნელა გადის ეს სიმპტომები. ახლა რა არის შფოთვა? შფოთვა არის მუდმივი ფონური ღელვა. მუდმივი ფონური დაძაბულობა და ეს არ გადის. ანუ კვირების განმავლობაში, თვეების განმავლობაში და წლების განმავლობაშიც. და მუდმივი შიში, მუდმივი ცუდის მოლოდინი, მუდმივი ტერორის მოლოდინი, თუნდაც არ იყოს რამე რეალური საფრთხე და შეიძლება ვერც გითხრას ადამიანმა, რომ აი მე ამის მეშინია, ვითარდება ნელ-ნელა შფოთვა ძირითადად, ცოტა სუსტია თავიდან, მერე უფრო და უფრო ძლიერია. ყოველ მესამე ადამიანს აქვს რისკი, რომ დაემართება შფოთვა ცხოვრების განმავლობაში. ან შფოთვა ძალიან ხშირია. პანიკური შეტევა როცა დგება, მის მერე უკვე ადამიანს ეშინია ისევ პანიკური შეტევის. ანუ პანიკური შეტევა ხშირად არის შიშის შიში. ანუ შენ გეშინია, რომ შეგეშინდება. და ამას მოყვება მერე სხვადასხვა მალადაპტაციური ჩვევები. შეიძლება ადამიანის სახლიდან არ გადიოდეს, ან პირიქით სახლში არ უნდადეს დარჩენა და სულ გარეთ უნდადეს. ან შეიძლება რაიმე მოქმედება სადმე წასვლას ირიდებდეს მუდმივად თავიდან. და ესეთი ადამიანები იკეთებენ ტესტებს და ყველაფერი კარგად არის. არ არის არაფერი, ვერ იპოვით, ვერაფერს ვერ იპოვით. გული კაია, ფილტვები კაია, კუჭი კაია, ნაწლავებიც, ღვიძლის, ყველაფერი, თირკმელების ფუნქცია, ყველაფრის კაია, სისხლის ანალიზები კაია, ფარისებრი ჯირკვალიც კარგი.
პრობლემას ვერ პოულობენ. მაგრამ პრობლემა თავშია, რა თქმა უნდა, ამ დროს. ეს არის შფოთვა და პანიკური შეტევები. რაც შეეხება კრიტერიუმებს შფოთვისთვის, ეს ზედმეტად ძლიერი ღელვა, როგორც წესი გრძელდება 6 თვეზე მეტ ხანს. თუ 6 თვეზე ნაკლებ ხანს გრძელდება, ნუ შფოთვის დიაგნოზი არის მევახოლმე ძირითადად, უბრალოდ ეპიზოდი შეიძლება კონდეს ადამიანს ისეთი აღელვების. მოусვენრობა, შინაგანი მოусვენრობა, გაღიზიანებულობა, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, დაძაბულობის შეგრძნება, ძილიც, ხან ზედმეტი ძილიანობა, ხან უძილობა, სხვადასხვანაირად შეიძლება იყოს. და დისტრესი, ანუ მუდმივი გრძნობა, რომ ვერ უმკლავდები იმ ყველაფერს, რაც შენს გარშემო ხდება. შეიძლება არც ხდებოდეს განსაკუთრებით რამე ისეთი შენს გარშემო მძიმე, მაგრამ მაინც გაქვს ეს დისტრესის შეგრძნება, ცუდის მოლოდინის შეგრძნება. ამ დროსაც ყველაფერი ნორმაშია, ექიმთან შეიძლება მიხვიდე, არაფერი არ ხდება, მაგრამ ვერ იშორებ აი ამ ცუდად ყოფნის შეგრძნებას. ეს არის შფოთვითი დარღვევა. რატო ემართებათ ეს ადამიანებს? ყველაზე ხშირად შფოთვაც და თუ ვიტყვით არა გენეტიკურ მხარეს. ნუ გენეტიკური მხარე არის ყოველთვის. გენეტიკურში არ არის აუცილებელი რო თქვა, რომ დედას ან მამას ქონდეს იგივე, არა, შეიძლება არც ერთს არ ქონდეს, უბრალოდ გენეტიკაში ქონდეს ადამიანს, დნმ-ში ქონდეს მიდრეკილება. და ეს გამომჟღავნდეს უბრალოდ ზუსტად ამ ადამიანში და არც დედას, არც მამას არ ქონდეს არც შფოთვა, არც პანიკური შეტევები. მაგრამ შვილს ქონდეს. ასევე სიცოცხლის განმავლობაში ტრამული შემთხვევები. ეს ტრამული შემთხვევა შეიძლება იყოს ნებისმიერი დაწყებული ბავშვობის ტრამვიდან, შეიძლება იყოს ეპიზოდი, როცა ბავშვს ძალიან გაუჭირდა დამთავრებული დიდობაში მომხდარი მნიშვნელოვანი ტრამვით. ძირითადად ფსიქოლოგიურ ტრამაზეა საუბარი, შეიძლება იყოს საყვარელი ადამიანის დაკარგვა, შეიძლება იყოს რაღაც პირადი მნიშვნელოვანი პრობლემები, შეიძლება იყოს სამსახურის მნიშვნელოვანი საკითხები და ასე. სხვადასხვა ფსიქოლოგიურმა ტრამვამ შეიძლება გამოიწვიოს პანიკური შეტევებიც და შფოთვაც ორივე. გარშემო სტრესორებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, სოციალური სტრესორები, მნიშვნელობა აქვს ვის გარემოცვაში ხარ, რამდენად მხარდაჭერას განიცდი ამ ადამიანებისგან თუ პირიქით. და ასევე არის სტიმულანტები, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, ორივესი. არა მიზეზი იმდენად, არამედ ხელშემწყობი, ნუ სტიმულანტებიდან კოფეინზეა საუბარი, ძირითადად ნუ წამლებს თუ იღებენ სტიმულანტებს ადამიანები. რა არის, აი იტყვის ადამიანი, რომ მაინც რატო, ხო? ანუ აი რატო ხდება ეს? რომ კაი მე რატომ ვარ ესე, სხვა რატო არ არის ეგრე? რაშია საქმე? პირველი არის, რომ ჩვენ ყველა ადამიანი ვართ ინდივიდუალური. ინდივიდუალური მგრძნობელობა გვაქვს ყველაფრის მიმართ, მათ შორის სტრესის მიმართაც. და ჩვენ გვაქვს თავის ტვინში ესეთი ადგილი, რომელიც არის შიშის ცენტრი. და ნუ ემოციების ასევე. და ამას ქვია ამიგდალა. და ეს ამიგდალა ზოგჯერ ხდება ზედმეტად მგრძნობიარე. და ამიგდალასთან შეუძლია ისწავლოს, როგორ იყოს ზედმეტად მგრძნობიარე. ანუ შიშის ცენტრმა შეიძლება ისწავლოს, როგორ ეშინოდეს ძალიან. და ასევე ჩვენ გვაქვს ასე აწყობილი ჩვენი სისტემა, რომ გვაქვს ემოციების ცენტრი, ანუ ეს ამიგდალა და გვაქვს პრეფრონტალური კორტექსი. ანუ ქერქი, თავის ტვინის ქერქი, რომელიც არის პასუხისმგებელი აზროვნებაზე, რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებაზე და ტვინს ახასიათებს კიდე ესეთი რაღაცა, რომ შეიძლება გათიშოს ამათ შორის კავშირი რა და ეს ამიგდალა უბერებს თავისთვის. ანუ იმას ეშინია და ამას არ ეკითხება არაფერს, ანუ ცენტრს არ ეკითხება და ისიც თავისთვის არის რა, და არ ერთვება საქმეში, არ ერევა და ამას ძალიან ეშინია და ქერქი არაფერს არ ეუბნება, რომ ეს არაა საშიში და მოდი გავიაზროთ, აბა რაშია საქმე.
არის საშიში თუ არ არის საშიში. არ ეუბნება ამას და აი ამ დროს ვითარდება შფოთვები, როცა დისრეგულაცია აი ამ ღერძზე რეალურად. კორტიზოლი აწეულია ამ დროს, კორტიზოლი არის სტრესული ჰორმონი მომატებულია. ეს ქერქი გათიშულია არ არის, მაგრამ შესუსტებულია, მოკლედ და შიშზე რეგულაციას არ ახორციელებს, მოკლედ და ამიგდალა პირიქით ძალიან აქტიურია და სეროტონინი დაწეულია როგორც წესი ამ დროს სიმშვიდის ნეიროტრანსმიტერი, ნორადრენალინი მომატებული და ზედმეტად ველავს ადამიანი და ამ წრეში ტრიალებს შიშის ცენტრი გააქტივებულია და მეტადეშინია, ქერქი გათიშულია და ყურადღებას არ აქცევს და ადამიანი ამ შიშით არის გარემოცული და ამ დროს ვითარდება სპონტანურად, ბუნებრივად ვითარდება პანიკური შეტევა. პანიკური შეტევა შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა რამემ. ადამიანი გეტყვის რომ მე არაფერს არ მჭირდა, მაგრამ შეიძლება უბრალოდ მომენტალურად აუჩქარდეს ოდნავ გული. და გულის აჩქარება არის სრულიად ნორმალური. ან უბრალოდ შეიძლება მაგალითად არ ჭამა საღამოს საჭმელი თქვა, ან რაღაც დილით უენერგიოთ იყო, სისუსტე იგრძნო, ეს სისუსტე იგრძნო ორგანიზმმა, ამიგდალა შეშინდა და ეს ჩვეულებრივი გულის აჩქარება, რაც ნორმალურია ზოგადად, ან ჩვეულებრივი სუნთქვის აჩქარება, რაც ასევე ნორმალურია ზოგადად, აღიქვა საფრთხეთ და ატეხა განგაში. დაახლოებით ისე როგორც ოთახებში გინახიათ ალბათ სახანძრო სისტემები როა. ეს სახანძრო სისტემა ამუშავდება როცა კვამლია ოთახში და კვამლი როცა ან ცეცხლია და ცეცხლი თუ ცეცხლი უნდა ჩააქროს. მაგრამ სახანძრო სისტემა შეიძლება ამუშავდეს მაშინაც კი როცა უბრალოდ ასანთი ანთე და გაზი ანთე ვთქვათ. მაგ დროსაც შეიძლება ამუშავდეს ის ცრუთ, ანუ არ იყოს საჭირო და მაინც ამუშავდა. აი ასე შეგიძლია წარმოიდგინო ამიგდალას გააქტიურება, ანუ შიშის ცენტრი გააქტიურდა მაშინ, როცა უბრალოდ ანთი ასანთი. სრულიად კონტროლის ქვეშ იყო, გული აჩქარდა, იმიტომ რომ გული უნდა აჩქარებულიყო იმ მომენტში, იმიტომ რომ ჩვენი გული ხან ჩქარდება, ხან ნელდება ესე. იმის მიხედვით ან რას ვაკეთებთ, ან სად მივდივართ, ან რაზე ვფიქრობ, ყოველთვის ცვალებადია ჩვენ ორგანიზმში ყველაფერი და ამიგდალამ აღიქვა საფრთხეთ. გამოყვა ადრენალინი. ადრენალინი არის ძალიან ძლიერი ჰორმონი, ნეიროტრანსმიტერიც არის და ამ ადრენალინმა დამატებით აჩქარა გული. დამატებით რო აჩქარა გული, აუჩქარდა ადამიანს სუნთქვაც და ადამიანმა დაიწყო ჰიპერვენტილაცია. ანუ მის სისხლში, როცა გული და სუნთქვა აუჩქარდა, მეტი ჟანგბადი გაჩნდა და ნაკლები ნახშირორჟანგი. და ეს ტვინმა რო გაიგო ეს რომ მეტი ჟანგბადი და ნაკლები ნახშირორჟანგი, ტვინის სისხლძარღვები შევიწროვდა. იმიტომ რომ ნახშირორჟანგის დავარდნა იგრძნო ტვინმა. და სისხლძარღვები რო შევიწროვდა, თავის ტვინში ცოტა სისხლი წავიდა. თავის ტვინში რო ცოტა სისხლი წავიდა, ქერქშიც ცოტა სისხლი მივიდა და ამ დროს ადამიანმა აი ამ ცოტა სისხლის გამო იგრძნო თაბლოვსხება და სისუსტე და გულის წასვლის შეგრძნება და იფიქრა რომ აიმე ეხლა გული წამივა. იმიტომ რომ თავის ტვინმა ისევ ხო თვითონ გააკეთა რომ სისხლძარღვები შეავიწროვა, იმიტომ რომ სუნთქვა იყო აჩქარებული, იმიტომ რომ ბევრი ჟანგბადს ისუნთქავდა ადამიანი და ნაკლებ ნახშირორჟანგი იყო სისხლში. იდეაში დასაცავად გააკეთა, მაგრამ ცუდი საქმე გამოვიდა. და ამიტომ ადამიანს ეუფლება გზნობა რომ ეხლა ცუდად გავხდები. შეიძლება რომ სხეულში დაბუჟების შეგრძნება, სიკვდილის შიშიც შეიძლება ქონდეს ადამიანს და გრძნობა რომ ეხლა გონებას დავკარგავ, კონტროლს დავკარგავ საკუთარ სხეულზე, რომ კატასტროფის შიში, რომ კატასტროფა მოხდება და ეს ერთმანეთს აძლიერებს მე, რაც მეტადეშინია, კიდევ უფრო მეტი ადრენალინი გამოიყოფა, მეტი ადრენალინი უფრო გულს უჩქარებს, უფრო სუნთქვას უჩქარებს, მე ამაზე უფრო მეტადეშინია და ეს არის პანიკური შეტევა. ნუ ბოლოს რა ხდება? ბოლოს თავის თავზე იღებს კონტროლს პარასიმპათიკური ნერვული სისტემა, რომელიც ამშვიდებს რეალურად ამ ყველაფერს და ადამიანი ხდება ჯამში კარგად. ანუ ეს გრძელდება დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. აქ ემატება კიდე ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ ადამიანი როცა მგრძნობიარია, გოგონებს განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში, აქვთ დაბალი
წნევა შედარებით ბუნებრივად აქვს დაბალი წნევა და ეს ჯანსაღია. ანუ ბუნებრივი დაბალი წნევა კარგია. ვინ ადამიანებს ვისაც ბუნებრივად დაბალი წნევა აქვს, ზოგადად მეთხანს ცოცხლობენ სხვა ადამიანებთან შედარებით. და როცა ბუნებრივად დაბალი წნევა აქვს ადამიანს და თან გრძნობიარეა და თან პანიკური შეტევა ემართება, ზოგჯერ აი ეს პარასიმპათიკური ნერვული სისტემა, რომელიც ზოგადად დამშვიდებას განაპირობებს ადამიანის, მოსდის ზედმეტი, როგორც აი აგზნებას მოსდის ზედმეტი და საფრთხის განცდას, ასევე პარასიმპათიკური ნერვული სისტემასაც მოსდის ზედმეტი. და ამან შეიძლება ზედმეტი აქტიურობით სისხლძარღვები გააფართოს, წნევა დააგდოს და ისედაც ხო ამ ადამიანს ჰქონდა დაბალი წნევა შედარებით. კიდევ უფრო დააგდოს წნევა და ადამიანს დაუვარდეს წნევა. ეს არ არის დიდი პრობლემა. არ არის დიდი პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზმი მოწყობილია იმისთვის, რომ ეს წნევა გააკონტროლოს, აიწევს ისევ წნევა თავისით და ყველაფერი იქნება კარგად. ადამიანები არათუ პანიკურ შეტევას, არამედ ძველ დროში უმკლავდებოდნენ მტაცებლების დანახვას. შეიძლება ლომის, აფრიკაში დღესაც ლომებზეც ნადირობენ და ასე. ანუ ადამიანი შეჩვეულია და ადამიანის ორგანიზმი გათვლილია იმაზე, რომ გაუმკლავდეს უდიდეს სტრესს. არა უბრალოდ გულის აჩქარების შიშს, არამედ გაუმკლავდეს უდიდეს სტრესს. ამიტომ პანიკური შეტევისგან არავინ არ მომკვდარა. ვიღაცები შეიძლება გსმენიათ, რომ თქვა რაღაც გულის გაუჩერდა და რაღაცები თუ ეს რამე გსმენია. ეგ არ იყო პანიკური შეტევის გამო. ეგ იყო უბრალოდ ადამიანს ჰქონდა გულის დაავადება. პანიკური შეტევის გამო არავინ არ კვდება. შფოთვის გამო არავინ არ კვდება. ზოგადად კარგად ყოფნაზე მოქმედებს, რა თქმა უნდა, და მაგ ადამიანებში სტრესი მაღალია, მე სტრესი ანთებას იწვევს, ქრონიკულ ანთებაზე, ქრონიკული ანთება სხვა ქრონიკული დაავადების რისკს ზრდის. ამ მხრივ ნამდვილად ასეა, მაგრამ თვითონ პანიკური შეტევა საშიში არ არის. აი, ახლა გადავიდეთ, როგორ მართოთ პანიკური შეტევა, როგორ უმკურნალოთ და შფოთვებით. პირველ რიგში, რაც უნდა ვიცოდეთ პანიკური შეტევებისთვის, ეს არის, რომ ყველაზე მთავარი, ჩვენი ორგანიზმი მოწყობილია იმისთვის, რომ ეს მართოს. ჩვენი ორგანიზმი მოწყობილია იმისთვის, რომ პანიკურ შეტევას გაუმკლავდეს. ჩვენი ორგანიზმი მოწყობილია ბევრად რთული შემთხვევებისთვისაც კი. ამას ქვია ბრძოლის ან გაქცევის რეაქცია. ალბათ გინახიათ თქვენ, როცა მაგალითად რთულ სიტუაციაში ადამიანი, ზოგი ადამიანი რთულ სიტუაციაში იწყებს ჩხუბს, ბრძოლას, ზოგი ადამიანი გარბის, ზოგი ადამიანი გაშეშტება, ნებდება. ეს არის ბრძოლის ან გაქცევის რეაქცია. ეს არის ადამიანი როგორ უმკლავდება სტრესს. სტრეს რეაქცია ქვია ამას. და აი ეს სტრეს რეაქცია იმდენად განვითარებულია ადამიანში, რომ პანიკური შეტევების დროს ის შეტევა და შიში, ეგ არაფერი არ არის ორგანიზმისთვის. ორგანიზმი შეუძლია ბევრად უფრო ძლიერ შიშებსაც გაუმკლავდეს, იმიტომ რომ სპეციალური აი ეს სისტემა აქვს შექმნილი, რომელსაც ჩვენ ვეძახით ხოლმე გაქცევის ან ბრძოლის სისტემას, რეაქციას, რომელშიც ჩართულია ტვინის მთელი რიგი უბნები და ძალიან კარგად აკონტროლებს ამას ორგანიზმი. ამიტომ იმის შიში, რომ პანიკური შეტევით გამო შეიძლება ადამიანს რამე მოუვიდეს, არის მცდარი, ადამიანს არაფერი არ მოვა ამისგან. მეორე, რაც უნდა ვიცოდეთ, არის რომ პანიკური შეტევების სიმპტომების დრო ეს არის ადრენალინი და არა დაავადება. მაშინაც კი თუ გაქვს გულისცემა და საკუთარ გულისცემას გრძნობს და ზოგჯერ იმდენად გეშინია ადამიანს საკუთარი გულისცემის შეგრძნება, გული აჩქარებული მაქვს ფიქრობს, თქვა აჩქარებულია, შეიძლება ოფსიანობდე, ოფსმა დაგასხას, შეიძლება დაბრუგე ხოვდეს და გონია რომ წაიქცევი. ეს არის ადრენალინი. ადრენალინით ადამიანები არ კვდებიან. ადრენალინი დაიშლება რამდენიმე წუთში ორგანიზმში და არაფერი, გაივლის ის სიმპტომები. ანუ ადრენალინია. ადრენალინი კი გულს აჩქარებს, განწირულობის შეგრძნება. მარტივი ის ახლა კბილის ექიმთან ვინც ყოფილა და ნემსი ვისაც გაუკეთებია. დღევანდელ თანამედროვე წამლებს ანესთეზიის ხრძილში აკეთებენ. ხშირად აქ ხოლმე დამატებული თან ადრენალინი, რომ ანაფილაქსიური შოკი არ გამოიწვევს ამის გამო და
იმდენად ზოგჯერ შემზარავია ეს ადრენალინის რო გიკეთებენ და გული გიჩქარდება, რომ შეიძლება ძალიან შეგეშინდეს ადამიანს, მაგრამ არა, უნდა იცოდე რა ეს არის ადრენალინი, რომელიც რამდენიმე წუთში დაიშლება, გაივლის. ეგ არაა პრობლემა. ასევე ზუსტად პანიკური შეტევის დროს, აი ის სიმპტომები, ის გულის აჩქარება, ეს ადრენალინი. ან დადექის ბილიკზე, პარკშადმე, თელი ძალით გაიქეცი, ნახავ გული როგორ აგიჩქარდება. ეგიც ადრენალინია. მესამე რაც უნდა იცოდეს ადამიანს, პანიკური შეტევების გამო არავინ არ კვდება. კვდებიან სხვა მიზეზებით, როცა დაავადება აქ ადამიანს, მაგრამ როცა რამე დაავადება გამოირიცხება, მithom ეს ძლიერი სერიოზული მნიშვნელოვანი დაავადება და როცა ადამიანი ახალგაზრდა ჯანმრთელია, შეიძლება არც იყოს ახალგაზრდა, მაგრამ თუ ზოგადად ჯანმრთელია, პანიკური შეტევით მას არაფერი არ მოვა. არავინ არ კვდება ამით. მეოთხე რაც უნდა იცოდე არის, რომ პანიკური შეტევა ხშირად არის შიში შიშის და ეს შიში აძლიერებს შიშს, მაგალითად ის განწირულების შეგრძნება. ან სულაც აი ეს კიდე არ დამემართოს და აი ეს შიშია, რაც სპირალზე მიდის და მე ძლიერდება და ბოლოს შეიძლება ადამიანს დაემართოს პანიკური შეტევა ისევ შიშის გამო. და მეხუთე რაც უნდა იცოდე არის, რომ პანიკური შეტევის კონტროლი შესაძლებელია, ქვევით ვიტყვი, როგორ შესაძლებელია მისი კონტროლი, მაგრამ შესაძლებელია, რაც ყველაზე მთავარი. იმისთვის რომ პანიკურ შეტევას უმკურნალო, ფსიქოთერაპია ახალმე კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპიით მკურნალობენ და 10 კომპონენტიან პრინციპს გეტყვით, რომელიც ამ ფსიქოთერაპიაში შედის ხოლმე და ფსიქოთერაპია ამაზე დგას. პირველი დღე არის ის, რომ ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ეს პანიკური შეტევა ჟღერს საშიშად, მაგრამ არ არის საშიში. რომ ეს გავს ცრუ ალარმს, ცრუ აი ეს მაგალითად ბავშვი რომ ყვირო და მგელიო და დაუჯერეს, ყველა დაუჯერა, მეორედ, მესამედ, მეოთხედ დაიწყო მგელის ყვირილი, არავინ არ დაუჯერა, ხო? ასეთ რაღაცას აკეთებს დაახლოებით ამ დროს ჩვენი ამიგდალა, ანუ შიშის ცენტრი, რომ შიშ გაშინებს მაშინ, როცა საშიში არაფერია. ეს არის პანიკური შეტევა, არის ზუსტად ეგ. შეიძლება წარმოიდგინო ისიც, რომ აი ეს ადრენალინი, რომელიც შენ ორგანიზმშია, ხო, გულს აჩქარებს, სუნთქვას აჩქარებს, უფრო ხარ დაეცემი, მაგრამ ის უნდა გააცნობიერო აუცილებლად, რომ ეს ადრენალინი არის ის, რაც ჩვენ გვასოცხლებს რეალურად და ეს ადრენალინი არის ის, რომელიც ძალიან მალე დაიშლება, გაივლის და არაფერი ჩემს ორგანიზმში არ მოხდება ცუდი. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის, რომ ფიქრების რესტრუქტურიზაცია. ანუ ადამიანს აქვს მუდმივად კატასტროფული ფიქრები, რომ შეიძლება ეშინოდეს ბევრი რამის. ქვეცნობიერად, რომ შეიძლება ეშინოდეს, რომ ეს დაავადება ხო არ მჭირს, რამე ან ის ხო არ მჭირს, ან რაღაცა ხო არ ხდება ჩემს ორგანიზმში, ან აი ეხლა გული წამივა და ეხლა რო გული წამივიდეს, მე რა მოხდება და ესე. და თავარი ამ დროს არის, რომ აი ეს კატასტროფული ფიქრები უნდა შეცვალო ჯანსაღი ფიქრებით, რომ ეს არის შიში, რომ შიში ის არის, რასაც მე დავძლევ, კი, მე მეჩვენება, რომ ახლა შეიძლება გული წამივიდეს, მაგრამ სინამდვილეში გული არ წამივა, როგორც ბოთლში, მაგალითად, რომ აჯანჯღარო კოკა-კოლას ბოთლი ან რამე ესეთი. ხო, იმას იგრძნობ, კაფე როგორც წარმოიქმნება, გაძლიერდება წნევა, მაგრამ ეს წნევა იმ ბოთლს არ გახეთქავს. რატო? იმიტომ რომ ეს ბოთლი განსაზღვრულია იმისთვის, რომ ამ წნევას გაუძლოს. ზუსტად ასეა ადამიანის ორგანიზმი განსაზღვრული იმისთვის, რომ როგორი ასეთი შიშებიც არ უნდა განვითარდეს, ამ შიშებს ჩვენი ორგანიზმი გაუძლებს. შესაბამისად, უნდა ვიცოდეთ, რომ რასაც არ უნდა ვგრძნობთ ამ დროს, უნდა დავარქვათ, რომ ეს არის ამის შიში, ეს არის ამის შიში, ეს არის ამის შიში, მაგრამ ეს არის შიში, რომელიც გაივლის. მესამე მნიშვნელოვანი საკითხი არის სუნთქვა. სუნთქვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ როცა ადამიანს ეშინია, იწყებს ჩქარა სუნთქვას. ჩქარა სუნთქვა ნიშნავს ჰიპერვენტილაციას, ჰიპერვენტილაცია ნიშნავს ნაკლებ ნახშირ ორჟანგს, ვიდრე საჭიროა, ნაკლები ნახშირ ორჟანგი ნიშნავს ტვინის სისხლძარღვების შევიწროებას.
ამიტომ საუკეთესო გამოსავალი ესეთ დროს არის ღრმა მუცლით დიაფრაგმით ღრმა სუნთქვა. 5 წამის განმავლობაში ან 4 წამის განმავლობაში რომ ცხვირით ჩაისუნთქო და 6 წამის განმავლობაში ამოისუნთქო. ძალიან მარტივია. 5 წუთის განმავლობაში რომ დღეში 5 წუთი გააკეთო, მნიშვნელოვნად შეამცირებს ალბათობას იმისა, რომ პანიკური შეტევა ან შფოთვა დაგემართოს. ძალიან მარტივია, მაგრამ ორგანიზმს ამშვიდეს. რატომ? იმიტომ რომ პარასიმპათიკური ნერვული სისტემის სტიმულაციას ახდენს და აი იმ მუდმივ ფონურ სტრესს, რომელიც ორგანიზმს აქვს, ამას ამცირებს. ანუ სუნთქვა, სუნთქვითი ვარჯიში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე თუ კი მაგალითად გეშინია, რომ აი ახლა გული არ წამივიდეს, იმიტომ რომ თაბლო მეხვევა, ან აი ახლა ესე გული ამიჩქარდა და რა საშიშია. ასეთ დროს შეგიძლია გააკეთო მისი გამომწვევი რამეები გააკეთო. არა მაშინ როცა გემართება, არამედ როცა გადაივლის ჩვეულებრივ, შეგიძლია ცადო, რომ დატრიალდი, დაგეხვევა თაბლო, ხო? მაგრამ ამ თაბლოს დახვევის განაკვეთი არ მოგივა. ზუსტად ასეა. თაბლო შეიძლება დაგეხვეს პანიკური შეტევის დროს ან სისუსტე იგრძნო ან რაღაც არაფერი არ მოგივა. ან გულის აჩქარება, გული აგიჩქარდა, წადი გაირბინე, აბა, ისე აგიჩქარდება გული, რომ 120-ზე, 150-ზე, 150-ზე შეიძლება ავიდეს გულის წამს. მე რა, ადამიანი გათვლილია იმაზე, რომ და ანუ ახლა შენ თუ გექნება 90, 100, თუნდა 102, ან მაგის გეშინია, მაშინ როცა გულს შეუძლია, რომ 180 და ზოგჯერ 200 გაუძლოს აჩქარებას, რა პრობლემაა? რაც უნდა იცოდე არის, რომ ნელ-ნელა უნდა დაიწყო იმ რაღაცების გაკეთება, რის გეშინო და შეიძლება ან სახში დარჩენა, ან პირიქით სახლიდან გასვლა, რისიც გეშინო და ვარჯიში აუცილებელია, ან ვარჯიშის დროს ზოგადად ფონური სტრესი მნიშვნელოვნად იკლებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეალურად. და ანუ ნელ-ნელა თუნდაც შეიძლება 5 წუთით, მე 6 წუთით, მე 10 წუთით, მე 15 წუთით და ასე. ანუ ნელ-ნელა უნდა დაუპირისპირდე იმას, რისიც გეშინია, თუნდაც ქვეცნობიერად. დაახლოებით გავს იმას, რომ ადამიანს ძალიან ეშინია წყლის, განსაკუთრებით იმ ადამიანებს ეშინია წყლის, რომელმაც არიციან ცურვა. და ყველაზე კარგი საშუალება იმისი, რომ წყლის შიში დაძლიო, რა არის? რომ ისწავლო ცურვა, ანუ შეხვიდე წყალში. ამიტომ თუ კი რამე გაშინებს კონკრეტული იმ შიშთან დაპირისპირება, იმ შიშთან კონტაქტი, ცოტ-ცოტათი და მე გაძლიერება, ყველაზე კარგი საშუალებაა, რომ ეს შიში და რაც მთავარია, უნდა გახსოვდეს, რომ აი ეს შენი სისტემა შიშის, რომელიც ამ პანიკურ შეტევებს იწვევს, გავს ცუდ მსახიობს, რომელიც უაზროდ ერთ და იგივე რაღაცას ყვირის სცენიდან. თავიდან შეიძლება ამან აუდიტორია დაზაფროს, მაგრამ მე იყვენ, რომ გაიყვანეთ რა ეს სცენა რა უნდა, რას ყვირის. აი ესე ზუსტად, რომ შენ თუ გააცნობიერებ იმას, რომ ის თავისთვის ყვირის და არასწორ სიგნალებს გაძლევს, შენ თუ ამას გაიაზრებ, ძალიან ადვილი სამართავია მერე. შემდეგი რაც უნდა იცოდე, არის ის, რომ ეს პანიკური შეტევა შენ არ ხარ. ანუ შენ არ გააკეთო შენ თავი იმაზე, რომ აი მე სუსტი ვარ და იმიტომ დამემართა, ან იმიტომ მემართება ეს. ძალიან ძლიერ ადამიანებსაც ემართებათ და ბევრი ცნობილი ძალიან ძლიერი ადამიანი იტანჯება პანიკური შეტევებით და ეს არ არის დაკავშირებული მის სიძლიერესთან, ან პიროვნულ თვისებებთან, შეიძლება იყოს ბრწყინვალე ადამიანი და ქონდეს შფოთვები, შეიძლება იყოს უძლიერესი ადამიანი და გემართებოდეს პანიკური შეტევები. არ არის დამოკიდებული მაგაზე, ეს არ არის სისუსტე, ეს არის უბრალოდ ცრუ განგაში. და მუდმივად უნდა გახსოვდეს ის, რომ 100%-ით ეს არის უსაფრთხო, არაფერი არ მოგივა ამისგან. ამიტომ უნდა იცოდე, რომ კი, მე შეიძლება რომ ახლა მეშინია ამისი, მე შეიძლება რომ ეხა გული ამიჩქარეს, მაგრამ არა უშუალოდ გაივლის, ეს არ არის პრობლემა. იმდენად ხშირია ეს პანიკური შეტევები, რომ აი დიდებულ ადამიანებს თითქმის ყველას ჰქონდათ, მაგალითად ნიკოლას ტესლას, რომელიც იცით ალბათ, რომ ელექტროინჟინერიაში ერთ-ერთი უდიდესი სახელია მსოფლიოში, ან ისააკ ნიუტონი, ან ჩარლზ დარვინი, ემა სტოუნი მაგალითად და 13 მსახიობს ბევრს, ნიკოლ კიდმანი, რომელსაც მიიჩნევა, რომ ქალებში ერთ-ერთი უმაღლესი IQ აქვს, ერთ-ერთი უძლიერესი და უჭკვიანესია ქალ მსახიობებში, მასაც აქვს პანიკური შეტევები.
ეგ არ არის პრობლემა და არ არის ეს ანუ საკუთარ თავთან არ უნდა დააკავშირო. შეიძლება იყოს ბავშვობის ტრაუმები, ის რომ ზედმეტად მგრძნობიარე შეიძლება იყოს ადამიანი, ის რომ რაღაცა ძიმე ტრამვასთან მოუწია კონტაქტი დიდობაში და მნიშვნელოვანი მაპროვოცირებელი არის ხოლმე კიდე იმის გააზრება, რომ მოკვდავები ვართ. რომ მოკვდავები ვართ, ამას ადამიანი იაზრებს ბავშვობაში 5-7 წლიდან, უკვე ბავშვს ესმის რა არის სიკვდილი, მაგრამ ეს სიკვდილის გააზრება არ არის მასთან ახლოს, ანუ გაცნობიერებული გააზრება არ აქვს. არც თინეიჯერობაში და არც ახალგაზრდა ასაკში, ძალიან ახალგაზრდა საამარი, 20-იანი წლების ბოლოსთვის, 25-ის მერე იწყება უკვე ამის გაცნობიერება ძლიერად და ნელ-ნელა იზრდება. და იმის გააზრება, რომ ჩვენ ვართ მოკვდავები, რომ ჩვენ სიკვდილი გარდაუვალია და რომ სიკვდილი ყოველთვის ჩვენთან ახლოს არის რეალურად, ეს ფიქრები არის, რომელიც შეიძლება ადამიანს არც უნდა, მაგრამ არ ასვენებს ეგეთი ფიქრები. შეიძლება თავის თავზე, შეიძლება საყვარელ ადამიანზე, მაგრამ თამდევია ესეთი ფიქრები. და ამის მიღება, გააზრება და გადახარშვა სიმშვიდის მომტანია. საბედნიეროდ, რაც მეტი ასაკი ემატება ადამიანს, მით ნაკლებად ნერვიულობს მაგაზე. და 60 წლისთვის მაგალითად უკვე ადამიანები ბევრად მშვიდად არიან სიკვდილის მიმართ განწყობილი, ვიდრე 50-ის და 50-ისები უფრო მშვიდად არიან ვიდრე 40-ისები და 40-ისები უფრო მშვიდად ვიდრე 30-ისები. ესეც არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. ანუ იმის გააზრება, რომ მოკვდავები ვართ და ეს შიშის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი არის ეს. რა თქმა უნდა, ქალები კიდე მეტად მგრძნობიარები არიან, მათი ჰორმონული და ნეიროენდოკრინული სისტემა უფრო მგრძნობიარე, ამიტომ უფრო ხშირად აქვთ, რამდენიმეჯერ უფრო ხშირად აქვთ შფოთვების, პანიკური შეტევების ვიდრე კაცებს, მაგრამ ეგ არ არის პრობლემა. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გაკეთებაც შეგიძლია დღის განმავლობაში არის მედიტაცია, რაც არის mindfulness ეძახიან. mindfulness არის გაცნობიერებასავით რაღაც რა. აი მაგალითად ერთ-ერთი მარტივი არის, რომ უბრალოდ დაჯდე და ეცადო, რომ შენ თელს ორგანიზმში ხო გაკუნთები მაგალითად სახეზე, ხელებზე, ფეხებზე, მუცელზე და ასე და ეცადო, რომ აი ეს შენი კუნთების ჯგუფები მიმდევრობით მოადუნო, რამდენად შეგიძლია და ფოკუსი გააკეთო აი ამ მოდუნებაზე. ჯერ ხელების კუნთებიან, თავიდან დაიწყე, ან თუნდაც ფეხებიდან, ჯერ ეცადე რომ მოადუნო და მაქსიმალურად ფოკუსი გააკეთო იმაზე. და ესე ამოუყევინებდა და თელ ორგანიზმზე. ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია სტრესის მართვის და ზოგადად ადამიანის დამშვიდები. ერთ-ერთი ასევე მნიშვნელოვანი არის mindfulness grounding-ს ეძახიან ამას, რომ დაასახელე მაგალითად გრძნობ რომ რაღაც ისე ვერ ხან შიში გიპყრობს რაღაც ესეთი შეგრძნება და დაასახელე 5 რამე რასაც ხედავ. დაასახელე 4 რამე რასაც გრძნობ, 3 რამე რაც გაიგონე, 2 რამე რის ისუნიც გესმის და 1 გემო რის გემოსაც გრძნობ. და ეს არის რეალურად დაახლოებით ეგეთი რაღაცა რომ აი ტელეფონი რო ჭედავს და რო გადატვირთავ და ყოფში რო აყენებს. აი ეგეთ რაღაცას უკეთებს დაახლოებით ორგანიზმს და ეს ორი პრაქტიკა ერთად, მაგალითად აი ეს კუნთების რელაქსაციის მოდუნების პრაქტიკა და mindfulness grounding-ი, ახლა რაც გითხარი, რეალურად მნიშვნელოვნად ამცირებს აი ამ შფოთვების და პანიკური შეტევების რისკს. ეხლა რისი გაკეთება შესაძლებელი, როცა უშუალოდ პანიკური შეტევა ემართება ადამიანს. ერთი არის რომ წამოწვე შეგი თუ სახში ხარ და ისე ხარ, წამოწვე კი და შენსაც უთხარ რომ გაივლის. წამოწვები დავისვენ გაივლის. წამოწვა აუცილებელია იმისთვის რომ წნევა რომ დავარდება თავის ტვინში კარგად სისხლი მივა თუ დაწვევი მაშინვე. ეს არის პირველი. მეორე, თუ იმ მომენტში არ გაქვს საშუალება რომ დაწვე.
მთელი ორგანიზმის კუნთები, ფეხის კუნთები, ბარძაყის კუნთები, აი დუნდულოს კუნთები, დიდი კუნთები რაც არის მოკლედ, მაქსიმალურად დაჭიმე. და ხელის კუნთებიც აი ესე მაქსიმალურად დაჭიმე, აი ესენიც ბიცეპსები და ყველა კუნთი დაჭიმე მაქსიმალურად, რომ კუნთები რომ დაიჭიმება, მიაწვება ვენებს. ვენებს რომ მიაწვება, სისხლი ვენებიდან წავა გულში, გულიდან წავა ტვინში. და ამიტომ ტვინს მეტი სისხლი მიაწოდება და ეს თავბრუსხვევა სისუსტე გაივლის. მაშინაც თუ მაგალითად აი შეგეშინდა უცებ და აი უცებ უნდა წამოხტე ან უცებ წამოხტი ან რაღაცა ეგრევე ეცადე რომ ყველა კუნთი დაჭიმო, ყველა კუნთს უგდებ დაჭიმო, ძალიან დაბალი ალბათობა რომ თაბლო დაგეხვეს. იმიტომ რომ სისხლის წნევა ნორმალური გახდება. ეგაა მნიშვნელოვანი. ასევე თუ გრძნობ რომ გეშინია, დაიწყე დიაფრაგმული სუნთქვა. დიაფრაგმული სუნთქვა არის რომ აი მუცლითი სუნთქვა დაახლოებით 4 წამის განმავლობაში ჩაისუნთქე ცხვირით, 6-7 წამის განმავლობაში ამოისუნთქე პირით. და ეს აღადგენს ნორმალურ ნახშირორჟანგის და ჟანგბადის დონეებს და იქნები უკეთესად. ასევე, შესაძლებელია რომ ცივი წყალი ცოტ-ცოტათი დალიო, ან ცივი წყალი შეისხა, იმიტომ რომ ეს ცივი წყალის შესხმა ცდომილი ნერვის აქტივაციას გამოიწვევს და მნიშვნელოვანია. ასევე პოზიტიური საუბარი საკუთარ თავთან, რომ ეს არ არის საშიში, ეს არის უბრალოდ პანიკა და ეს გაივლის, ამიტომ არაფერი. დავილოდოთ ცოტა ხანი გაივლის. არ არის პრობლემა. დალია წყალი ცოტათი, ანუ მოსვი ნელ-ნელა წყალი, ცივი წყალი. ეგეც მნიშვნელოვანია სისხლის წნევას აწევს, ტონუსს გაუმჯობესებს, ცოტ-ცოტათი ოღონდ ან პირდაპირ მოყუდებით და ესე არა. და ფიზიკური აქტივობა კიდე გაიარე, გამოიარე, ან კუნთებისთვის კაია, სისხლის მიმოქცევასაც გაუმჯობესებს და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია და ეცადე რომ მაგ დროს იყო ფოკუსირებული, რამეზე გააკეთო ფოკუსი. შეიძლება იყოს უბრალოდ რაღაცას კონკრეტულად უყურო, კარგად რომ აი ეს თაბრუსხვევა და ეგენი გასწორდეს. შესაძლებელია ფოკუსის და ფიქსაციით აი ამ თაბრუსხვევის შემცირება მნიშვნელოვანია. ახლა ვთქვათ წამლებზე. და წამლები, რომელი წამლები არსებობს და რომელია ყველაზე ეფექტური. რეალურად გვაქვს ამ დროს 3 წამალი. სერტრლაინი არის პირველი, ყველაზე ეფექტური წამალი და ამ დროს ყველაზე უსაფრთხო. ეს მიიჩნევა ხოლმე გაიდლაინებით ყველაზე უსაფრთხოდ, ყველაზე ეფექტურად, ყველაზე მნიშვნელოვან წამლად მიიჩნევა ეს. ეს არის სეროტონინის სელექციური მუტაციების ინჰიბიტორია. არის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გამოცდილი წამალი, მოკლედ ძალიან მაღალი უსაფრთხოება აქვს. არის ანტიდეპრესანტი. და 70%-იანი ეფექტურობა აქვს შფოთვების და პანიკური შეტევების დროს. მეორე წამალი არის ესციტალოპრამი. ესციტალოპრამი სერტრლაინი მაგალითად უფრო ახალგაზრდებშია რეკომენდირებული. ესციტალოპრამი არის ოდნავ უფრო უსაფრთხოდ მიიჩნევა, მაგრამ ნაკლებ ეფექტურია. უსაფრთხოდ მიიჩნევა იმიტომ კი არა, სერტრლაინი არ არის უსაფრთხო, იმიტომ რომ ესციტალოპრამი სხვა წამლებთან ნაკლებად ურთიერთქმედებს და ის ადამიანები, ვინც ასაკონები ბევრ წამლებს სვავენ, ესციტალოპრამი ჯობია რომ ის არის ხოლმე რა ამ დროს go to პრეპარატი, რომ ადვილი ვიცით რომ ეს ჯობია. და ველნაფექსინი არის ეგეთი პრეპარატი, რომელიც არის სეროტონინის და ნორადრენალინის მუტაციების ინჰიბიტორი და ეგ ძალიან ეფექტურია, თუ აი ეს სერტრლაინი ეფექტური არ არის ხოლმე მაშინ. შესაბამისად, ანუ პირველი ყოველთვის არის სერტრლაინი. გვერდითი ეფექტები მნიშვნელოვანი არც არ აქვს, ანუ რო ვთქვათ, რომ რამე ძალიან მსუბუქი გვერდითი ეფექტები შეიძლება კონდეს, მსუბუქი შეიძლება იყოს რაღაც გულისების შეგრძნება ცოტა, ან ფაღარათი, ზოგჯერ შეიძლება იყოს, რომ ადვილად ვერ დაიძინოს ადამიანს. სხვა ისეთი არაფერი არ აქვს მნიშვნელოვანი, არც ველნაფლექსინს არ აქვს რამე მნიშვნელოვანი ეგეთი და იგივე დაახლოებით გვერდითი ეფექტები აქვს ამასაც ესციტალოპრამსაც, ესციტალოპრამთან ქუტე სეგმენტის გაგრძელება არის ხოლმე ცოტა ის, მაგრამ ძალიან იშვიათია და მოკლედ ჯამში მიიჩნევა, ყველა მიიჩნევა ძალიან ეფექტურად, ამათ შორის ამ სამს შორის ყველა მიიჩნევა უსაფრთხოდ, ყველა წლების გამოცდილება, რომ წლების სვავენ ადამიანებს პრობლემა არ არის ხოლმე, შესაბამისად ყველა მათგანი მიიჩნევა უსაფრთხოდ და რამე გრძელვადიანი უარყოფითი შედეგი არც ერთ მათგანს არ აქვს, რომელზეც შეიძლება თქვა ადამიანმა, რომ აი ხო, ერთადერთი ისაა, რომ დაწყება და შემცირება, დამთავრება უნდა მოხდეს ნელ-ნელა.
taping ეძახიან ანუ ის იწყებ მაგალითად 25 მილიგრამი დღის განმავლობაში ვთქვათ sertraline შემდეგ რამდენიმე დღე ეგრე შემდეგ ერთი კვირის შემდეგ 50-ზე გადახვალ კიდე ერთი კვირის შემდეგ 100 არის საშუალოდ შემანარჩუნებელი დოზა და მერე მოკლებითაც შესაძლებელია 50 მერე 25 და ეს აი ეს არის მთავარი რაც ამ წამლების შესახებ უნდა ვიცოდეთ ხო ну sedativებთან არ შეიძლება ალკოჰოლთან და ესე სხვა ანუ სხვა ნეიროწამლთან რომელიც თავის ტვინზე მოქმედებს ყურადღებით უნდა ვიყოთ რა თქმა უნდა და შესაბამისად მანდ რეკომენდირებულია რომ ვიცოდეთ ამ წამლებთან ერთად რა წამლებს ვთვალთ თუ ისეთი წამალია რომელიც თავის ტვინზე მოქმედებს თუმცა ძალიან მაღალი უსაფრთხოება გააჩნია მოკლედ ამ პრეპარატებს 70% ეფექტურობა აქვს თითქმის ყველას და თუ კოლექტიურ ეფექტურობას ჩავთვლით მაგალითად sertraline ცადა ადამიანმა არ ჰქონდა ეფექტი და მე venlafaxine ძალიან მაღალი ეფექტურობაზე ავდივართ თუმცა წამლების გარეშეც შესაძლებელია პანიკური შეტევების და შფოთვების დამარცხება გაცნობიერებით და კოგნიტიური ბიჰევიორალური თერაპიის ზუსტად იმ სტრატეგიებით რაც თქვი ზევით და ვინაიდან ყოველთვის წამალი ზოგჯერ არ უნდა ადამიანს და ურჩევნია რომ ბუნებრივი რაღაცა იყოს ბუნებრივი საშუალებებიდან რომელია ყველაზე ეფექტური შფოთვის და პანიკური შეტევების სამკურნალოდ ერთ-ერთი პირველი ყოველთვის არის ომეგა-3 მართლა ბევრი კვლევები აქვს და დადასტურებული ეფექტი აქვს რომ სეროტონინის, დოფამინის რეგულაციაში მონაწილეობს მნიშვნელოვანია ნეირონების მემბრანის მასტაბილიზებელი მოქმედება ანთებას ამცირებს და ომეგა-3 ვინც რეგულარულად იღებს დაახლოებით 25%-ით უმცირდებათ შფოთვების სიმპტომები ანუ ერთ-ერთი ძალიან ეფექტური საშუალება ეგ არის ერთი გრამიდან 2 გრამამდე დღის განმავლობაში საკვებთან ერთად არის სასურველი რომ უკეთესად შეიწოვოს ვინაიდან ცხიმიანია სხვა ისეთი მნიშვნელოვანი გვერდი ეფექტი არ აქვს განსაკუთრებით თუ ადამიანი ზოგადად ჯამრთელია ну თუ სიხლის გამათხიერებლებს იღებს ადამიანი ყურადღება ასაჭირო მაგრამ ზოგადად უსაფრთხოა მოკლედ ძალიან ომეგა-3 და მისი ხანგრძლივი მიღებაც შესაძლებელია. მეორე ერთ-ერთი უსაფრთხო და ეფექტური საკვები დამატი არის მაგნიუმი. მაგნიუმის გლიცინატი უმეტეს შემთხვევაში ან მაგნიუმის გლუკონატიც შესაძლებელია ან მაგნიუმის ციტრატიც შესაძლებელია ზოგჯერ მაგრამ ნუ გლიცინატი და გლუკონატი მიიჩნევა რომ უკეთესია 200-დან 400 მილიგრამამდე დღის განმავლობაში ნუ საღამოთი ჯობია ხოლმე იმიტომ რომ საღამოთი ძილსაც დაეხმარება და დაახლოებით 20%-ით ამცირებს შფოთვებს L-თიანინი არის ასეთი საკვები დამატი, კიდე რომელსაც აქვს დამამშვიდებელი მოქმედება. L-თიანინი არის რაც მწვანე ჩაი რასაც შეიცავს, ოღონდ რა თქმა უნდა, აქ უფრო მაღალი დოზებითა 200-400 მილიგრამი დღის განმავლობაში და დაახლოებით 30-დან 60 წუთის განმავლობაში მოქმედებს და კარგია სიტუაციური შფოთვების დროს თუ ადამიანი აი აქნებულად შფოთვას გრძნობს და ესე მაგ დროს ძალიან კარგია გვერდი ეფექტები პრაქტიკულად არ აქვს ამ ხრივაც ძალიან ეფექტურია მოკლედ მწვანე ჩაის დალებაც კარგია თუ კი ისე შეგიძლია რომ დალიო თუ არა და L-თიანინის მიღება როგორც საკვები დამატის აშვაგანდაა კიდე ერთ-ერთი კარგი მაგრამ ამ აშვაგანდას ახლა აიკრძალა მოკლედ ამაზე ცალკე გავაკეთებ კიდე ვიდეოს ევროპაში რომ აიკრძალა და რატომ და როგორ თუმცა ნუ როგორც ადაპტოგენი და სტრესის საწინააღმდეგო ზოგადად მიიჩნევა თუმცა ამ დოზებში როგორც წესი დაბალი დოზებით პრობლემა არ არის ხოლმე თუმცა მაინც გაფრთხილებების გამო სიფრთხილით მოვეკიდებოდი
და ლავანდას ზეთის სტანდარტიზებული ექსტრაქტი არის ხოლმე იგივე სილექსანი ქვია, რომელსაც აქვს დამამშვიდებელი მოქმედება და დამამშვიდებელი მოქმედება აქვს სეროტონის დონეს ზრდის, ასევე გაბას სტიმულაციას ახდენს, ანუ გაბას სისტემის და თითქმის 35% დამცირებს სტრესს, ამითაც მნიშვნელოვანია. ლავანდის ზეთი 80 მილიგრამი დღის განმავლობაში გამოიყენება ხოლმე, არის ძალიან უსაფრთხო. აშვაგან და გამოიყენება 300-დან 600 მილიგრამამდე. ზოგადად უსაფრთხოდ მიიჩნევა მოკლედ, ანუ პრაქტიკული რისკი ძალიან დაბალი აქვს რა. ეხაც რომ ერთი ამბავი იყო შილაკზე და იმაზე, თუ უყურეთ ჩემ ვიდეოს, ჩაშლა მაქი გაკეთებული და იმდენ მინიმალური რისკი ადამიანებში რეალურად, რომ ანუ რამე ისეთ სერიოზულ იმაზე საუბარი ზედმეტი ახლა სადაც ალკოჰოლია ნებადართული და იქ ჰიპოთეტურ საფრთხეებზე ვისაუბროთ ცხოველებში, ცოტა ზღაპარია რა. ანუ არასერიოზული დამოკიდებულებაა ჩემი აზრით. თუმცა ყურადღების ღირსი არის, მაგრამ ის რაღაცა დავშინდეთ მაგის გამო არა. L-თიანინი არის 200-დან 400 მილიგრამამდე დოზირება, მაგნიუმი 200-დან 400 მილიგრამამდე, ომეგა-3 1-2 გრამი, 1-დან 2 გრამამდე, ვისაც როგორ ურჩევნია დღის განმავლობაში მიღება. ასევე შესაძლებელია ვალერიანის მიღება, ასევე გვირილას ექსტრაქტი, მათაც აქვს დაახლოებით 20-დან 25%-მდე ეფექტურობა. ვალერიანის დოზირება არის 400-900 მილიგრამი დღის განმავლობაში, მოკლედ 400 არის დაბალი ეფექტური დოზა. გვირილასი 220 მილიგრამი დღის განმავლობაში, 200-დან 500-მდე, 500 არის ზედა უსაფრთხო დოზა. ორივე არის ძალიან უსაფრთხო მოკლედ და არაფერი სერიოზული გვერდითი ეფექტები არც ერთს არ აქვს. ვალერიანს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, შეიძლება დამშვიდეს ზედმეტად ადამიანი, თუმცა ეგეთი ძლიერი არ არის, რომ ზედმეტად დაამშვიდოს განსაკუთრებით ის ადამიანი, ვისაც შფოთვა აქვს. დამარცხება გაცნობიერებით და კოგნიტიური ბიჰევიორალური თერაპიის ზუსტად იმ სტრატეგიებით, რაც თქვი ზევით. ხო, საშიში არაფერი არ არის მოკლედ და სრულიად შესაძლებელია მისი მართვა. უბრალოდ უნდა იცოდე რა, რომ შენს ტვინში არის უბრალოდ ზედმეტი ხმაური, რომ უნდა მიისწავლო, რომ ნაკლები ყურადღება მიაქციო. რაც ნაკლები ყურადღება მიაქციო, მით ნაკლები ძალა და გავლენა ექნება შენზე. ეს არის. ეს იყო ის, რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ გაინტერესებთ.